უკრაინის მხარდასაჭერი მარში დაიგეგმა დღეს თბილისში, ტარას შევჩენკოს ძეგლიდან რუსთაველის გამზირამდე პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ზურა პეტროსიანი გვერდება. ზურა, რა არის ამ მარშის მონაწილეთა მთავარი გზავნილები? რა თქმა უნდა, ვახო მთავარი გზავნილი არის მხარდაჭერა უკრაინას. დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც ევროპის კონფლიქტის ბედი ფაქტობრივად წყდება შეერთებულ შტატებში ალიასკაში, უბრალოდ გადაწყდება და 2 საათ ნახევარი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზები არის განსხვავებული, დღევანდელი დღის ისტორიულ კონტექსტს მაინც ვერავინ ვერ უარყოფს და ადამიანები, რომლებსაც თქვენ ახლა ჩემს უკან ხედავთ კადრში, სწორედ სკანდირებდნენ უკრაინის მხარდაჭერ გზავნილებს იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს და ასეთი ტიპის აქციები არის დაგეგმილი არა მხოლოდ თბილისში, არამედ ევროპისა და შეერთებული შტატების ბევრ ქალაქში, მათ შორის აქციამ სათავე დაიწყო ანკორიჯში, ქალაქში, სადაც სულ რამდენიმე საათში უკვე შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით რა შეიძლება იყოს გამოსავალი და ბევრი ვერსია არსებობს, ბევრი პროგნოზი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არაპროგნოზირებადი არის ორივე ლიდერი, მაინც არის მოლოდინი, რომ შესაძლოა იქნოს მიღწეული მთავარი, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის შესახებაც დონალდ ტრამპი საუბრობდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ ახლა გვაქვს შანსი, რომ კითხვა დაუსვათ სწორედ ექსპერტს, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ამ საკითხებში. გიორგი ბილანიშვილი არის ჩვენთან ერთად. მესმის, რომ უცნაური სიტუაცია არის ახლა საერთაშორისო პოლიტიკის შესაფასებლად, თუმცა მაინც პირდაპირ რომ კითხოთ მოლოდინებზე, უფრო სწორად არსებობს ორი ვერსია, ხო ვიცით? უნდა ყოფილიყო შეხვედრა თუ არა და რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ვინ უფრო იხეირებს, ასე ვთქვათ, უკრაინა და შეერთებული შტატები თუ პუტინი, რომელიც გამოვიდა ასპარეზზე და მიეცა ეს შანსი? იცით, თავიდან თითქოს ისე ჩანდა, რომ უკრაინისთვის შეუსაბამო გადაწყვეტილება შეღირება ყოფილიყო მიღებული, მაგრამ მე ევროპელების ასე ვთქვათ აქტიური ჩართულობით, პოზიციების კაფეო დაფიქსირებით, იგივე უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ეს მდგომარეობა ჩემი აზრით შეიცვალა და შეიცვალა უკრაინის სასარგებლოდ. თუმცა ეხლა ზუსტი შედეგი რა იქნება ამ შეხვედრის რთული სათქმელია. ვიმედოვნებ, რომ ისეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რაც უკრაინის სუვერენიტეტს დააზიანებს. მოდით, მაინც ცეცხლის შეწყვეტა იყო მთავარი, რაზეც იყო საუბარი. ელოდებით თუ არა, რომ სხვა არაფერზე რომ არ ვისაუბროთ, აი ამ კუთხით რაიმე პროგრესი შეიძლება იყოს. იცით რა არის? ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის, რომ ამ შეხვედრიდან რაღაც შედეგი დაიდოს ამერიკის პრეზიდენტისთვის. მნიშვნელოვანია ეს, ის ამისთვის იღწვის. იმ დღიდან მოყოლებული რაც პრეზიდენტი გახდა და ამიტომ მოულოდნელი არ იქნება, რომ თუ ამ შეთანხმებას მიაღწევენ ცეცხლის შეწყვეტაზე. დიდი მადლობა, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ საუბარს ამ თემაზე. როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია უკვე დაწყებული არის. ჩვენ შევჩენკოს, ტარას შევჩენკოს ძეგლიდან გამოვიარეთ რუსთაველის გამზირი, ახლა ვართ იქ, სადაც უკვე 200 დღეზე მეტი აქცია იმართება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის სათქმელი დღეს არის მხარდაჭერა უკრაინას, მთელი მსოფლიოს მხრიდან მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ველოდებით იმას თუ რა მოხდება ალიასკაზე და რა შედეგს მიიღებს ცივილიზებული სამყარო.